აი ახლა მინდა დაგისვათ კითხვა გულწრფელად მაინტერესებს ამ შეკითხვაზე პასუხი რა. სპორტის სასახლესთან აქციას რომ აკეთებთ, ვის უწყობთ ამ აქციას მაინტერესებს? აი რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს. ჯერ ეს ნიკა მელია ხო იყო მაშინ, ჯერ სააკაშვილი რო ჩამოვიდა საქართველოში, სადა რატარა ესე იგი ხალხი? სადა რატარა? ბოლოს 300 არაგველის მეტროსთან ხალხი რო შეკრება, ვიფიქრე რომ ამ კაცმა ცოტა დააქმნია მეთქი და ახლაც ვხედავ კადრში ეს ნიკა მელი არის გათხრილი წინა ხაზზე. და უკვე ცხადია და გასაგებია ახლა ამ იდიოტიზმს რო დაიწყებენ. თან 2 საათზე ანონსებ აქციას. სამუშაო დღეს წარმოიდგინე, მესვე შაბათი კვირა რო იყოს, კიდე დაშვების დონეზე რო დაუშვა, მაგრამ დღის 2 საათზე ანონსებ აქციას სპორტის სასახლესთან, ხალხო. რა სჭირს საერთოდ ამ ქვეყანას რა ჭირი სჭირს ამ ქვეყანას ასეთი რომ ვერ ეღირსა ესე იგი ვინ ბიძინა ივანიშვილი წავა საწავა რომელი ბიძინა ივანიშვილი კი არა ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ასეთი ფორმით როგორ უპირებ რომ ხელისუფლებიდან გაუშვა რა არჩევნების დაცვას და რა ქვეყნის დაცვაზეა საუბარი ერთ ადგილზე ვერ გაჩერებულ ხართ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა რამდენი წელია უკვე ამ კითხვას ვსვამ 300 არაგველის მეტროსთან ხალხი რო შეკრიბეს მაშინ სააკაშვილი რო ჩამოვიდა გამოსული იყო რამდენი ხალხი თანაც ესე იგი იმდენი ქნეს რომ წრეზე ატრიალეს ხალხი წრეზე მე ხო ატრიალებდნენ დაშლიდნენ ეხა წავედით და ავლაბარში შევიკრიბოთო დაშლიდნენ ახლა წავედით 300 არაგველზე შევიკრიბოთ ზუსტად იგივეს აკეთებენ რა გინდათ ხალხო რა თუ გინდათ რომ ეს ხალხი დაშალოთ პირდაპირ უთხარით რა ამ ხალხს რომ მოღალატეები ხართ რა ეხა ჩააქრობენ ამ აქციას ჩამოიყვანენ ამ ხალხის რაოდენობას 100 კაცამდე ხომ ვნახავთ ამას ჩვენი თვალებით ეს ვისი ბრალი იქნება მე მაინტერესებს ვისი ბრალი იქნება მაინტერესებს ვის უნდა მოსთხოვო ამაზე პასუხი ხა თქვენ ნორმალური ადამიანი გამოყვებათ მე არ მივალ ხა რატო უნდა მივიდე სპორტის სასახლესთან რატო უნდა მივიდე დებილი ვარ იდიოტი ვარ აზრი არ გამაჩნია ჩემი საკუთარი სპორტის სასახლესთან რატო უნდა მივიდე კალათბურთელებს მოვუწყო აქცია მაინტერესებს თუ გზის გადაკეტვა გინდა კიდე მესმის გმირთა მემორიალზე გამოაცხადო შეკრება თუ ეს ლოგიკა დევს იმიტომ რომ ცენტრალური გზაა თუ გადაკეტვა და შეწუხება გინდა მთავრობის რა ლოგიკა დევს ამაში ხალხო გამაგებინეთ რა არა რა დავრწმუნდი ესე იგი საბოლოოდ დავრწმუნდი სანამ ამ ქვეყანას ეყოლება აი ეს ოპოზიცია რა ყველა მხრიდან ერთი ნორმალური ხო ვერ გამოჩნდა ესე იგი თვალებ გაფართოებული ველოდებით რომ ვიღაცა ნორმალური ადამიანი გამოჩნდეს იმის მაგია რომ თქვას რომ აქ გამოვედით დავდექით ამ პარლამენტთან და აღარ მივდივართ არსად არ გვაშლებინებენ კარავს ისე ვიდგები მომშილდება მომწყურდება ვიდგები და ხალხს იქ დგომა უნდა რა ვერ გაიგეთ რომ ხალხს ბრძოლა უნდა საკუთარი სამშობლოსთვის რა ვერ გაიგეთ რომ ამ ქვეყანას ასე აქვს საქმე რომ მართლა ჰესბოლას და მართლა ჰამასის გვერდზე დგას უკვე საქართველოს და მთელი ცივილიზებული სამყაროსგან კარია დახურული ამ საქართველოსთვის საბრძოლადაა საქმე რა გესპორტის სასახლეებად ხალხო გამაგებინეთ რა შეგნების ხალხი ხართ ვერ ვიგებ რა ნუ თუ მართლა დავიჯე რო უნდა რომ ასე როგორ გადაეწურა ესე იგი ყველანაირი იმედი ამ ქვეყანას ნუ თუ მართლა ყველა ჯიბეში ჩაგისვათ ამ ოლიგარქმა აბა რა უნდა იფიქრო ნორმალურმა ადამიანმა ეხა რაღაცა რაციონალურობა ხომ უნდა იყოს აი რაღაცა ელემენტარული რაციონალურობა კითხვაზე მაინტერესებს პასუხი სპორტის სასახლესთან ვის უკეთებ აქციას იქ რამე შენობა დგას იქ რამე ფარულია და არ ვიცით იქ ვიცით რომ სპორტის სასახლე და კაზინოები დგას და ვის უწყობ იქ აქციას მაინტერესებს რა ლოგიკაა ამაში მართლა და მართლა გამოსტერდი რა უკვე რა